მწვრთნელი, რომელმაც საქართველოს ფეხბურთი შეცვალა, ის მოვიდა სხვა საფეხბურთო კულტურიდან, მაგრამ გახდა ადამიანი, რომელსაც დღეს საქართველოში საკუთარად აღიქვამენ. ვილი სანიოლი მიუნხენის, ბაიერნის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი, დღეს არის მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ქართულ ფეხბურთს ახალი სუნთქვა მისცა. როცა 2021 წელს სანიოლი საქართველოს ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, ბევრს ეჩვიეპარებოდა. უცხოელი, რომელიც არც ენის და არც რეგიონის სპეციფიკის ცოდნით გამორჩეული არ იყო. მაგრამ პირველივე მატჩებიდან აშკარა გახდა, ის აქ უბრალოდ მწვრთნელად არ მოსულა, ის გუნდის თავიდან ასაშენებლად მოვიდა. მან მოიტანა დისციპლინა, ორგანიზებულობა და ევროპული პროფესიონალიზმი. სანიოლმა დაიჯერა ქართველი ფეხბურთელები, მისცა შანსი ახალგაზრდებს და ყველაზე მნიშვნელოვანი, გუნდში დაბრუნდა რწმენა გამარჯვების. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა პირველად ისტორიაში მოხვდა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. მძიმე გზა, ერთა ლიგიდან დაწყებული, პლეი-ოფის მატჩებით გაგრძელებული. გამარჯვებები ლუქსემბურგსა და საბერძნეთთან და მთელი ქვეყანა იდგა ფეხზე. შემდეგ კი სენსაცია, გადამწყვეტი გამარჯვება პორტუგალიაზე, ანგარიში 2-0. გუნდმა 1-8 ფინალში გააღწია. ვილიმ შეძლო შეუძლებელი. ის იქცა სიმბოლოდ სიმშვიდით, თავდაჭერით და უპირობო რწმენით გუნდის მიმართ. ის არ ყვირის. არ ითხოვს დიდებას. უბრალოდ მუშაობს. და ამ შრომაში საქართველომ არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ ფეხბურთის არქიტექტორი იპოვა. დღეს ვილი სანიოლი უკვე არის ისტორიის ნაწილი. და შესაძლოა, მთავარი ჯერ კიდევ წინ არის.